არა თუ ანტიმონოპოლიური კანონი მუშაობდა, არამედ საერთოდ რამდენიმე მოთამაშის გარდა პრაქტიკულად აკრძალული ჰქონდათ ნავთობპროდუქტების შემოტანა საქართველოს ბაზარზე. სენტა-პეტროლიუმი ერთ-ერთია, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს ნავთობიმპორტიორების ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო დღეს აღარ ფუნქციონირებს. კომპანიის დამფუძნებელი ზაალ იაკობაშვილი ამბობს, რომ ბაზარი არაკონკურენტუნარიანი იყო და მონოპოლიურ პირობებში მყოფი მოთამაშეები მცირე კომპანიებს არსებობის საშუალებას არ უტოვებდნენ. საქონლის თვითღირებულება სიტყვაზე თუ იყო $500 ერთი ტონის, მითი გასაყიდი ღირებულება $900,000 შეადგენდა. ანუ კოლოსალური მოგება იყო და აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი გარემო. ამით რა თქმა უნდა, პირველ რიგში სარგებლობდნენ სახელმწიფო წრეები და მათი ინტერესების გამოხატველი კომპანია. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით იქმნება პრემიერს დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტო. მას მოკვლევისა და დაჯარიმების ფუნქცია ექნება. კომპანია შესაძლოა ბაზრის 40%-ის ფლობის გარეშეც დაჯარიმდეს. მიზეზი კი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გახდეს. ეს არის მეექვსე მუხლი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები და ეს არის აკრძალული შეთანხმებები, გარიგებები და გადაწყვეტილებები, ანუ მეშვიდე მუხლი, რომლის ასევე დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმება. კარტელულ გარიგებაში მონაწილეობა სხვა ეკონომიკური აგენტთან ერთად შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ მაგალითად არაკეთის ინსერი კონკურენციის იმ შემთხვევაში თუ აი ესეთ გარიგებაში მონაწილე აგენტების აღმოჩენა ხდება კონკურენციის აგენტოს მხრიდან შესაძლებელია რომ მათზე მოხდეს ამავე კანონით გათვალისწინებული სანქციების მინიჭება. ახალი მაკონტროლებელი ინსტრუმენტი და სახელმწიფო კორუფციის ბერკეტი. საპარლამენტო უმცირესობას შეკითხვები ახალი სააგენტოს გაზრდილ ფუნქციებთან და უფლებებთან დაკავშირებით აქვს. კანონი არ მიცემს საშუალებას ქართულ ბიზნესს რომ გაძლიერდეს და გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეებთან მიმართებაში და მესამე გაჩნდება ამ მთავრობის ხელში ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტი, ისეთი როგორც დღეს არის პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რომელსაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ქართული ბიზნესის წინააღმდეგ. განუსაზღვრელი კომპეტენცია, რომელიც ენიჭება კონკურენციის სააგენტოს, სწორედ არის წინაპირობა იმისა, რომ აღნიშნულ ბიუროკრატიას ეძლევა საკმაოდ დიდი დისკრეციული ბერკეტები ეკონომიკური აგენტების საქმიანობის შეფასებისა. რაც გარკვეულწილად უკავშირდება ასევე კორუფციულ რისკებსაც. შენიშვნები მსხვილ ბიზნეს გაერთიანებებსაც ჰქონდა. მათი ინტერესები დღეს პარლამენტში ნაწილობრივ გაითვალისწინეს. სანქცია შემცირდა, ანუ პირველი შემთხვევისათვის, პირველი დარღვევის შემთხვევისათვის კომპანიას არ დაეკისრება ბრუნვის 5%-ზე მეტი ჯარიმა, ეს არნიშნავს, რომ ეს იქნება აუცილებლად 5%, 5%-ია მაქსიმუმი. უკვე მეორე, ანუ რეციდივის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ეს ჯარიმა და სანქცია შეიძლება გაიზარდოს ბრუნვის მაქსიმუმ 10%-მდე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იკრძალება სახელმწიფო დახმარება ნებისმიერი ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას. ამის მიუხედავად თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, რომელიც თავის დროზე ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებას მთავრობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. რაც ძალიან დააზარალებს მომავალში ბიზნესს და ეკონომიკას, არის ცვლილება, რომელიც უფლებამოსილებას ადრინჭებს სააგენტოს სანქციების დაწესების. ეკონომიკური და ბიუროკრატიული სისულელეები, რეალური მოტივაცია ამ სისულელეებს შეიძლება იყოს მხოლოდ რომ ეკონომიკაში და ბიზნესში მთავრობამ აფართოვოს ხელი. კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავდნენ.